გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დასრულდა. დღეიდან მხოლოდ საზაფხულო ჯგუფები იმუშავებს, რომლებიც ქალაქის პირველ ბაგა-ბაღშია გახსნილი. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის მოადგილის ინგა სალაძის განმარტებით, ბაღში ივლიან დასაქმებული მშობლების შვილები. საზაფხულო ბაღი 1 აგვისტომდე იმუშავებს. დღეს მდგომარეობით ჩარიცხული არის 258 აღსაზრდელი და ყველა პირობა შექმნილი იმისთვის, რომ ყველა აღსაზრდელმა მიიღოს უსაფრთხო გარემო, ჯანსაღი კვება და ყველაფერი საუკეთესო. ხოლო მშობლებს ექნებათ ის განცდა, რომ მათი შვილები არიან ნამდვილად კარგ გარემოში და ბევრ ლამაზ დღეს გაატარებენ ერთი თვის განმავლობაში. აქტივობები იქნება მრავალფეროვანი, ეს თვითონ აღზრდელებზეც არის დამოკიდებული, როგორ წარმართავენ ამ პროცესებს. მენიუ იგივე იქნება, რა თქმა უნდა, რაც მთელი წლის განმავლობაში, რითაც მთელი წლის განმავლობაში სარგებლობენ აღსაზრდელები.